მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. ამ ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარებთ ყველა იმ პატარა ჩანახat, რაც გადავიღე წინა 8 დღის განმავლობაში, ზუსტად ამდენი დრო გავიდა წინა ვიდეოს გამოქვეყნებიდან და მაქვს უკვე იმხელა მასალა მოგროვილი, რომ აი ამ პატარა ვიდეოს თავი მოვუკრა და გამოვაქვეყნო. ასე რომ გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა გადაღებულ ნაწყვეტს და ბოლოში შევხვდებით, რომ შევაჯამოთ როგორი იყო ჩემი ერთკვირიანი ქსოვის ვლოგი. ჩავთოთ ვიდეოში, რომ იყვებები კარგად. მოკლედ დიდი დრო არ გასულა, გუშინ გამოვაქვეყნე ვიდეო, პატარა ჩანართი უკვე გავაკეთე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კიდე ერთი ნაწყვეტი გადავიღო დღესვე. ანუ დღეს არის მეორე დღე ვიდეოს გამოქვეყნებიდან, ესე რომ ვთქვათ, და უკვე ესეთი мотивაციით შევუდექი ქსოვას, დავხურე რეზინი, როგორც ვამბობდი ვიდეოში და ახლა ვფიქრობ, რომ პირველი რასაც გავაკეთებ, ეს იქნება გაფორმება ღილებისა დეტალის, ანუ პლანკის და მერე გადავალ მკლავების ქსოვაზე. ძალიან მომწონს რაც გამოდის. ზედხედით აი ამ ხელა ნივთია, საერთოდ კადრში კიდევ უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. რატომღაც მგონია, რომ აი ამ ადგილის გაწელვა მომიწევს ისე, რომ დავაფიქსირო, რადგან რეზინი ერთ-ერთზე საკმაოდ განიერია. მიუხედავად იმისა, რომ 3.75 ავიღე ჭხირი და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჭიდროთ მექსოვა, მაინც თავისუფალი გამოვიდა რეზინი, მაგრამ ამ ნაქსოვმაც უნდა გაშალოს, თავისი სივრცე გამოაჩინოს, გაიშალოს და ახლა მოკლედ მოვქსოვ, თვლებს ამოვიყვან ჯერ პერიმეტრზე, მერე დავიწყებ პლანკის ქსოვას და როცა მოვქსოვ პლანკას სრულად, მერე გავაკეთებ, მერე დავიწყებ მკლავების ქსოვას, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მკლავს რომ მოვქსოვ, უკვე ისედაც მძიმე ნივთია და ორივე მკლავს რომ მოვქსოვ, მერე აი ეს ვატრიალო იქით აქეთ, არ იქნება დიდად კომფორტული. აი ესე გამოიყურება. ზედხედით. მოკლედ ფერი საერთოდ არ გადმოიცემა, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. თავარია ახლა დასრულებულ სახეს როგორ მივცემ, რომ აი საბოლოოდ შეიკრას და რაღაცა ისეთი ცოტა რეტრო სტილს არ დაემსგავსოს, არამედ იყოს ყოველდღიური კარდიგანი, რომელსაც ყოველდღე თავისუფლად ჩავიცნობ ჯინსებზე, კაბაზე და ასე შემდეგ. დღის ბოლოს პატარა ჩართვა პროგრესის საჩვენებლად. მოკლედ, ვქსოვ პლანკას, ეს არის ვერტიკალური პლანკა, ვერტიკალური ნახრეტებით. ძალიან საინტერესო ტექნიკაა, სხვათა შორის პირველად ვაკეთებ, პლუს-მინუს თეორიულად კი ვხვდებოდი როგორც იყო, მაგრამ აი ნახრეტის ადგილას ანუ ძაფის გაწყვეტის გარეშე ვერ ვხვდები როგორ შეიძლება გავაკეთო და ვიდეოები ვნახე რამდენიმე და მივხვდი რომ ძაფის გაწყვეტის გარეშე სამწუხაროდ არ არის მეთოდი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე და არა უშავს ძაფის გაწყვეტა ამ შემთხვევაში დამეხმარება თუ მაინდა-მაინც და ეს ნახრეტი დიდი გადმოდგა იმ ღილისთვის, რომლის დაკერებასაც გადაწყვეტ, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ მოდელში არ მაქვს გადაწყვეტილი წინასწარ ღილის ზომა. ანუ ეს ძაფები დამეხმარება დავარეგულირო, ანუ დავაპატარაო თუ უფრო პატარა დიამეტრის ღილი ავირჩიე, ვიდრე ნახრეტია. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ადგილას ნაწნავი არ იყო ქსოვის მომენტშივე, აი აქეთ ჩანს კარგად. ქსოვის მომენტშივე აქ ნაწნავი არ იყო და მერე პლუს პლანკა, ეს ადგილი საკმაოდ განიერი ჩანს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რეზინიც განიერია და მანჟეტებსაც განიერი იქნება, ცუდად არ ჩანს.
ძალიან თვალში საცემი არ არის. ეხლა უკვე ცოტა დამრჩა რომ დავამთავრო ცალი მხარე, მაგრამ უკვე არის 12 საათი ღამის, ანუ შუაღამეა და ხვალ ვმუშაობ შესაბამისად, ჯობია რომ ეხლა დავაპაუზო და დავისვენო, მაგრამ პროცესი იმდენად სწრაფად მიდის, იმდენად საინტერესო გამოდგა და იმდენად რაღაცნაირი გამრთობია, რომ ვერც კი შევამჩნიე იმდენი მოგხსოვე, ანუ ნელა არ იქცოვება, მაგრამ არც ახლა ძალიან სწრაფადაც არ იქცოვება. თან რამდენჯერმე დავარღვია და თავიდან ამოვიყვანე იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სტანდარტული ტექნიკა პლანკის თვლების ამოყვანის ამ შემთხვევაში არ ამართლებდა, იმიტომ რომ მოჭერილი გამოდიოდა საკმაოდ და ეგეთი არ მომწონს. მეორე ვერსიაში ძალიან გაწელილი გამომივიდა და აი ეს კიდე ანუ აქეთ ამ მხარეს ძალიან ეს გადმოდიოდა, იმდენად ბევრი იყო ეს კიდურა მხარე იწელებოდა და ახლა როგორც იქნა მივედი იმ ეტაპამდე, რომ თვლების რაოდენობა ისე ამოვიყვანე მთელ პერიმეტრზე და ისე იქცოვება ეხა ეს ყველაფერი, რომ ფორმას ინარჩუნებს, ანუ არ იჭიმება, არ ვიწროვდება, არ იწელება, არაფერი არ იცვლება და საკმაოდ ისეთ ლამაზია. ეს არის ორფენიანი პლანკა, რეალურად აქ შიგნით სივრცეა. თავიდან ნახევარ რეზინას ვფიქრობდი, რომელიც წაღმაუკუღმოთვლებით იქცოვება ერთი მხარე და მეორე წინა მხრიდან მხოლოდ წაღმოთვლები უკუღმა გადაგვაქვს. ამ შემთხვევაში წინა მხრიდან იქნებოდა გაწელილი თვლები და თან უკუღმა ზოლებიც იქნებოდა, ანუ წაღმა იქნებოდა ორ რიგზე გაწელილი და ძალიან ლამაზია. მაგრამ ეგეთი ნაქსოვი უმჯობესია, როდესაც პლანკა უშუალოდ იქცოვება ძირითად ნაქსოვთან ერთად. აქ რადგან მერე მიქსოვის ისტორია მაქვს, არ ვიცოდი ეგეთი უზორი, როგორ გადამეკეთებინა ნახრეტებად, მოკლედ, პატარა სირთულე იყო. ერთი მიზეზი, რის გამოც დავარღვია ეგ იყო და მერე უკვე ეს რომ მოჭიმული იყო. დღეს მთელი დღე ამ ჟაკეტს ვუზივარ, სხვა არაფერი არ მომიქსოვია, სახლის ყოველდღიური საქმეები რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ქსოვის კუთხით სხვა არაფერი არ მიკეთებია. და ანუ სიგრძე მაქვს უკვე დამთავრებული, რაც წინა ნაწყვეტებში გაჩვენეთ, რომ დავამთავრე, დავხურე თვლები და ყველაფერი. ახლა პლანკას ვქსოვ და თუ ძალიან დამეზარა და ძალიან დამღალა ამ პროცესმა, ანუ მერე შეიძლება ჟილეტად გადაკეთება. და სხვათა შორის პინტერესტზე რამდენიმე ფოტო ვნახე, სადაც პლანკა არის, ანუ ზოლებშია მოქსოვილი და ესეთი პლანკა არის, ანუ მაგალითად ლურჯიდან ერთი მოდელი ვნახე, ლურჯი ნაცრისფერი ზოლიანი ჟილეტია და პლანკა არის მოქსოვილი ლურჯი და ისეთი ლამაზია და ეს მთელი და გაფორმება რეზინების არის ლურჯიფერი. ისეთი ლამაზია, რომ მე კიდე ზოგადად ზოლიანი რაღაცაები ძალიან მიყვარს და ვიფიქრე, რომ ერთი ეგეთი ნივთიც მექნება აუცილებლად ასორტიმენტში. მოკლედ, ვქსოვ 4 მმ ჩხირით, რა ზომის ჩხირითაც მოვქსოვე რეზინი და არ მაქვს წინდის ჩხირი 4 მმ, მაგრამ რეალურად აქ წინდის ჩხირი არც მჭირდება, იმიტომ რომ აი ესე დავდივარ და ამ მხარეს თითქმის არც ვეხები, უბრალოდ უკანა მხრიდან არ მაქვს სილიკონის ჩამკეტი, უბრალოდ მაქვს, მაგრამ არ ვიცი სად არის, რომ ჩავკეტო და ვქსოვო. აი ესე. იქცოვება. აქეთ ამ მხარეს სტოპერი მიყენია, რომ არ დამერღვეს. მოკლედ. ძალიან საინტერესოა. 3 ღილის ნახრეტი გავაკეთე, იმედი მაქვს მეყოფ, ამიტომ პატარა ღილები არ უნდა იყოს, რომ ძალიან სიცარიელი არ იყოს ღილიდან ღილს შორის. აგერ ერთი, აგერ მეორე და აი აქ ზუსტად კუთხეში მესამე. ორი ვარიანტი იყო, ან 3 ღილი უნდა მექნა, ან 5. და 5-ისთვის ძალიან პატარა ადგილია აქ, მაშინ ძალიან პაწაწუნა ღილები უნდა იყოს და ესე ჯაკეტებზე ხა პაწაწუნა ღილები დიდად არც მიყვარს. ასე რომ მე მგონი ესეთი ვარიანტი ყველაზე კარგია. აქ მაქვს ძაფები და ეს რაც ამოვახვიე, აშკარად არ ეყოფა, აშკარად ჩანს კიდევაც რომ არ ეყოფა, მაგრამ არ ეყოფა გულისხმობ მკლავებს და მომიწევს კიდევ ამოხვევა და აქ რა ვიცი მგონია რომ ეყოფა. მოხერი
აუცილებლად მეყოფა. ასე რომ აქ პრობლემა არ არის. აქაც კიდე უზარმაზარი ბაბინა მაქვს, ამოვახობლოდ მეზარება ხოლმე პატარა სახვევით ყველაფრის კეთება. მოკლედ, ახლა დავისვენებ ხვალ სამსახურში, ამას სახლში დავტოვებ და სამსახურში წავიღებ ერთი ძველი შეკვეთა, თეთრი, თავშალი, ყაიზნაღეთ ვქცევ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და მოკლედ უნდა დავამთავრო საერთოდ ამომივარდა გონებიდან ეგ ნივთი და ხვალ სამსახურში უნდა მივხედო მაგას. და ახლა ამას გადავდებ. მოკლედ ხვალ ისევ ჩავერთვები, ხვალ უკვე სახით კადრში. დღეს მთელ დღეს სამსახურში გავატარე და გაკვეთილი მქონდა, დიდად იქ არაფერი არ მიქსოვია. ახლა გვაქვს პირველის 20 წუთი. უკვე რეალურად მეორე დღეა. და რომ მოვედი სამსახურიდან მქონდა აი ამ ეტაპზე სადღაც გაჩერებული. ანუ წინა ვიდეოში რაც გაგიზიარეთ, ცოტა მეტი იმასთან შედარებით მოგხსოვე ეს მონაკვეთი, ზურგი და წამოვედი წინა ნაწილზე და რეალურად ბევრი აღარ დარჩა. ძალიან ისეთი სასიამოვნო და საინტერესო საქსოვია, პლუს ამას ვიზუალურად ძალიან მომწონს რა გამოდის. ანუ მე მგონი სხვა დროს პლანკებს სხვანაირად ძალიან იშვიათად მოგხსოვ. საერთოდ აღარ მოგხსოვ თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დიდი ალბათობით რაღაც მომენტებში მომინდება რომ ამდენი ცალკე მოხსოვლი დეტალი არ კონდეს ნივთს. აი ეს ტუტუცი იცნობდეთ. მე ახალი გაღვიძებულია და ცოტა მითიშულია ჯერ. მოკლედ აგერ მიდევს ჩემი ძაფები, ის ნელა-ნელა ცოტავდება და ესე მიდის მოკლედ ეს პროცესი. სასიამოვნოა, გსოვა, თან შედეგი როდესაც გაგვაყოფილებს. ვერ ვიტყვი რომ აწენ ყველა ჟაკეტს ესეთ პლანკას მოვუხსოვ თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნივთები რომელზეც მომინდება რომ აი მაქსიმალურად ისეთი ნაშრომი იყოს და ეტყობოდეს რომ აი დრო დავახარჯე და ყველაფერი რაღაცა იდეალურად არის, სიამოვნებით გავაკეთებ ესეთ პლანკას, ანუ ძალიან მომწონს და ძალიან ისე დახვეწილ ვიდს აძლევს ჰორიზონტალურ პლანკებს, ანუ ესე მიქსოვილ რეზინებს ბევრად მირჩევნია, ანუ ორი ვარიანტი მექნება. პლანკა რომელიც ქსოვის პროცესშივე იქსოვება ძირითად დეტალთან ერთად და მეორე ესეთი, ანუ მერე რო იქსოვება ჰორიზონტალური რეზინი, ანუ აი ესე ამოყვანილი თვლებით რო ესე წრეზე ვქსოვთ. იმას დიდი ალბათობით აღარ ვიზამ, რადგან ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, უბრალოდ არ ვიცოდი რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა კარგი ვიდის მიღება, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. თან ის ფაქტი რომ შიგნიდანაც იგივენაირად გამოიყურება, როგორც გარედან, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, აი ვერ აგიხწერთ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორი კმაყოფილი ვარ, მოკლედ. ამ პლანკას ჩავამთავრებ თუ არა, ამ ნივთზე დავიწყებ მკლავების ქსოვას და იმედი მაქვს მაგ დროისთვის უკვე ჩამომივა ძაფები, რომ შემდეგ ნივთებზეც გადავიდე, რაც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და უკვე ნელა-ნელა ისინი დავამთავრო. მაგრამ აშკარად პირველი ეს დამთავრდება. ღილები ჯერაც არ მაქვს მოფიქრებული აქ რა ღილები უნდა იყოს, თუმცა თუ ამ ნახრეტზე პატარა ღილი მოვინდომე, ვიცი როგორ უნდა გადავაკეთო, მაგრამ აი თუ დიდი ღილი მოვინდომე, აი მანდ უკვე არ ვიცი რა ვქნა. მაგრამ დიდ ღილს უბრალოდ არ გავაკეთებ მაშინ და ეგ იქნება. ანუ დიდი ფილოსოფია არ ჭირდება მაგას. გავაგრძელებ ცოტა ხანი კიდე, ალბათ 1-20 წუთი და დავწვევი, დავიცინებ. დავამთავრე როგორც იქნა
პლანკა, ორთქლში გავატარე მთლიანი კარდიგანი. ჯერჯერობით ზომა არ მაკმაყოფილებს, მაგრამ უფრო დიდი არ მგონია ლამაზად იყოს. არ მაკმაყოფილებს არა იმიტომ, რომ ეს არის ცუდი, არამედ მე მაგ მომატებული თურმე საკმაოდ კარგად. მოკლედ, ეს თემა იქით იყოს, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ, როგორ გამოიყურება ეს ზურგის ჭრილი, ძალიან ლამაზია, რო ვეხები ფერს იცვლის, რატომღაც ღილები, რა თქმა უნდა, ჯერ არ მაქვს მოფიქრებული და ძალიან მინდა უკვე დავიწყო მკლავების ქსოვა, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავრო. ეხლა ცოტა ხანში ჩემი მეუღლე მოვა, რომელმაც მომიტანა ყველა საჭირო ძაფი, რაც მქონდა ამ ეტაპისთვის შეკვეთილი. ჩამომივიდა უკვე დროპსიც, ამის დამთავრების მერე შემდეგი კარდიგანი იქნება დროპსი. ახლა გაჩვენებთ მოკლედ სახლის ტანსაცმელში, ანუ მაქსიმალურად ძალიან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. მოვიზომე, მერგება ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ თეძოებზე იკვრება, თუმცა მინდოდა უფრო თავისუფალი რო ყოფილიყო, თუმცა არ არის თავისუფალი. აი ესე გამოიყურება სარკეში. ორთქლში გატარებული ძალიან დარბილდა, ანუ მოხერი მეგონა რომ იყო ძალიან კბენია, თუმცა დარბილდა და არის ძალიან რა ლამაზად ჩანს ლანდზე ეს ჩვენი ნაწნავები. მოკლედ ძალიან მინდოდა რომ უკან ფონად ვუსმენ ბლოგერს, ძალიან მინდოდა რომ რბილი ყოფილიყო და მეშინოდა რომ იქნებოდა უხეში, იმიტომ რომ ქსოვის მომენტში იყო საკმაოდ ისეთი კბენია ძაფი, მაგრამ ორთქლში გატარების მერე ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი კარგადაა. ორთქლის აპარატი მაქვს Solexis ფირმა, აი ესეთი, რამდენიმე წლის წინ ნაყიდით, ზუსტად 3 წლის წინ ნაყიდია. აი ესე გამოიყურება ეს ჩემი კარდიგანი დადებულ მდგომარეობაში. დავხურე, აქეთ დავხურე პლანკა, აქეთ დაწყების ადგილია და არის იდენტური ერთმანეთის ღილები. ახლა ამ ძაფებს არ შევეხები, იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცი რა ღილები მინდა რომ დავაკერო. აი ესე გამოიყურება დადებულ მდგომარეობაში და ძალიან მომწონს საყელოს ირგვლივ. აი ეს ადგილი რა კარგად გამოვიდა. მოკლედ აი ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა არა, ну ის წონა რაც მაქვს მომატებული რო არ მქონდეს, ამას დავტოვებდი ჟილეტად, რადგან აი რაღაცნაირი მყუდრო ბებიის სტილია, რომელიც აი თითქოს ბებიის გარდირობიდან გამოიღე და ჩაიცვი, ანუ აი ამასთან ასოცირდება ჩემთან, ძალიან რუსტიკალური გამოვიდა, მოკლედ უზომოდ მომწონს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოვიქცევ სხვა ფერშიც და თუ სურვილი იქნება, შეიძლება რაიმე ისეთი ერთობლივი ონლაინ ქსოვაც გავაკეთოთ. მათ ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა ჯემპრის ქსოვაში, რადგან უზორი იგივეა, უფასოდ შეეძლებათ თუ სურვილი იქნება. მოკლედ არ ვიცი ჯერ ეს იდეის დონეზე ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ იმითი თუ რა გამოდის და ახლა უკვე მინდა რომ დავიწყო მკლავები, მაგრამ ამის მკლავებს სანამ დავიწყებ, ვნახე ესეთი ჩემი ცალი ხელი ცოტა რთულია. ეს პროექტი, რომელიც მაქვს დასამთავრებელი, ეს ძველი რომლიდანაც ირღვევა და ეს ახალი რომელიც იქსოვება. მოკლედ ეს აუცილებლად უნდა დავამთავრო, რადგან არის შეკვეთა და მივხვდი რომ წინა ვიდეოში რაც ვისაუბრე რომ რაღაც ენერგია არ მაქვს, არაფრის კეთება არ მინდა, ქსოვა არ მინდა, გამოწვეულია ზუსტად აი ამ დაუმთავრებელი პასუხისმგებლობებით, რადგან ძალიან მგრძნობიარე ვარ ესეთი თემების მიმართ. ადამიანს თუ რაიმეს დავპირდები, არ აქვს მნიშვნელობა ფული მაქვს აღებული ამაში თუ არა. პირობას თუ გავაჟღერებ რომ კი გპირდები რომ ამას გავაკეთებ, სანამ არ გავაკეთებ, უბრალოდ მოსვენება დამეკარგება.
და ამ შემთხვევაში მით უმეტეს ორმაგი დატვირთვაა, რომ ეს არის შეკვეთა. რა თქმა უნდა, ადამიანმა ან ჩემი ინიციატივით არ გადამიდი ამდენი ხნით ადამიანმა მითხრა, რომ არ მეჩქარებაო ზაფხულამდე გაზაფხულის თბილა მინდებამდეო, მაგრამ ნელა-ნელა გაზაფხული გვეპარება უკვე, ასე რომ მე მგონი უკვე დროა ბიჩქარო ამის გაკეთება. და დღეს არ ამგონია ამ ყველაფრით დავკავდე, რადგან კომპიუტერთან არის საჭირო ჯდომა, რომ გავხსნას მის ფოტოები, რაც მაქვს და იმით მიხედვით ვიხამძღვანელო, მოკლედ კამერას ძალიან ვათამაშებ. იმის მიხედვით ვიხამძღვანელო, ტელეფონით ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ და დღეს საკმაოდ ისეთი აქტიური დღე მქონდა სახლის დალაგების. აი ამ ვაჟბატონის გამო აი აქ ბედნიერად რო წევს. მოკლედ, ვისაც ყავთ ფისოები და მითეთები რაინაირად აქ. ეს რა არის? გაბურძგნული. მოკლედ, აი ამ ვაჟბატონმა, რომელსაც ახლა ტკბილად ძინავს, სარეცხი მანქანის წყლის მილი გახვრიტა კბილებით, როგორც ჩანს, რაღაცის გამოღება უნდა და რაც შეუვარდა და ჩათვალა, რომ ის მილი ხელს უშლიდა და ეთამაშა. და გუშინ შევამჩნიეთ, რომ იქიდან წყალი ჟონავდა. უბრალოდ წყალი იდგა სარეცხი მანქანის ოთახში და ვიფიქრეთ, რომ მტვერსასრუტის, ანუ სველწმენდის მტვერსასრუტი მაქვს და ვიფიქრეთ, რომ იმას გაუვიდა, იმიტომ რომ ის იყო გაფუჭებული. და ვიფიქრეთ, რომ იმას გაუვიდა. ნუ მეუღლე მიალაგა იქაურობა და დილით ჩავრთე მანქანა, თან შევყარე ტილოები, რაც გუშინ დაისვარა აი ამ ყველაფრის დალაგებაში და მე აღმოვაჩინე, რომ თურმე მილს გადის წყალი და დაიწყო შეკეთება მილის მეუღლემ მტვერსასრუტისაც, ეს სველწმენდის მტვერსასრუტი, მილი, შესაბამისად მთელი სახლი აიზილა უბრალოდ, აი როგორც ალახი ისე იყო ყველგან უკვე ყველაფერი და მთელი დღე მოვუნდი ლაგებას, იატაკის წმენდას, მტვერი, ბარემ, ყველაფერი ერთიანად დივანის გასუფთავება. ყველაფერი დავალაგე ბარემ, ეს ახლა წაღანავანგრიე სანამ გელაპარაკებოდით. და ამას არაფერი არ აწუხებს. ჯერ ხო ფეხებში გვედებოდა სანამ ვალაგებდით და მე ესე დაწვა და გემრიელად დაიძინა. მოკლედ ახლა უკვე არის 19 საათი 14 წუთი. რა თქმა უნდა იდეალური დროა ყავის დასალევად. და ახლა ვუყურებ რამდენიმე ბლოგერი მყავს, რომელსაც ასე თუ ისე ხშირად ვუყურებ ხოლმე, ზოგადად აუდიო წიგნები ბევრად მირჩევნია, მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერანაირ აუდიო წიგნს ვერ აიტანს ჩემი გონება. აქ მაქვს ძაფები ახლო წვდომაში. ეს არის ზუსტად ის ძაფები, რითიც გვსოვდი კარდიგანის პლანკას და თვითონ კარდიგანს. ეს ამოხვეული მეყოფა იმისთვის, რომ დავიწყო ორივე მკლავის მოკლე რიგები და გავწყვიტო ძაფი, იმიტომ რომ ნებისმიერ ვარიანტში მაინც მომიწევს გაწყვეტა და მე სადამდეც მეყოფა მოგსოვ მეორე მკლავს და მე მომიწევს ისევ ამოხვევა. მოკლედ აი ამ მოხერზე მაქვს საუბარი. ცოტა კბენია ესე შეხებისას, მაგრამ ორთქლში გატარების მერე საკმაოდ რბილი გამოდგა. და შეიძლება კიდევ შევიძინო. ეს ძაფი ისედაც ძალიან მომწონს. მოკლედ. გავარკვიე, რომ ეს ყველაფერი ყოფილა 4 ნახევარი, ნუ ტულიპის ჩხირების სახაზავით არის ეს 4 ნახევარი ჩხირი. ეს არის Nitpro Basic-ი და Nitpro Mindful-ის ლესკა და ვფიქრობ, ახლა ამოვიყვან თვლებს, დავიწყებ მკლავის ქსოვას. ძალიან მინდა ამ კარდიგანის დამთავრება პირველ რიგში, რომ ერთი დასრულებული ნივთი მაინც მქონდეს და ხო გამახსენდა, რომ ეს კარდიგანი დავიწყე 30 დეკემბერს. სახლის ლაგების პარალელურად და რაღაცების მზადების პარალელურად ვქსოვდი და ზურგი მთლიანად მოვქსოვე, ანუ იღლის ჭრილამდე ზურგი მოვქსოვე 31 დეკემბერს. და მე შუალედებში ნელა-ნელა იქსოვებოდა, ესე ცოტა შეუმჩნევლად გამოვიდა ამ ყველაფრის მოქსოვა. და მოკლედ ახლა ხელის კრემი. ამას ჩავდებ უკან ხელის კრემი, ესა და წავედით გსოვოთ.
აი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს მოხერი ძალიან ღია ვარდისფერია, არ ვიცი, ძალიან ფერმკრთალი ვარდისფერია. რო ყოფილიყო ცოტა მეტად უფრო ინტენსიური, ანუ უფრო მეტად ახლოს აი ამასთან. აი, ეხლა უფრო სწორად გადმოიცემა რა ფერია და ბაბინაც, აი ეს ბაბინაც სწორად გადმოიცემა. ეს რო ქრება კადრიდან ანუ ძალიან მაგარია. სანამ კადრშია ყველაფერს თავისი ფერი აქვს, კადრიდან გადის და ყველაფერი ცივ ფერს ღებულობს. მოკლედ, ესეთივე ტონის ან მიმსგავსებული რომ ქონოდა მოხერი, ვფიქრობ რომ ეს ფერი უფრო ლამაზი გამოვიდოდა. მაგრამ რეალურად ეხლა ეს ფერი უფრო ახლოს არის აი მასთან. ლაივში უფრო მეტად ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე კადრში. აი რაღაცა აი აქ ჩანს რა დონეზე ახლოს არიან ერთმანეთთან. მოკლედ წავედი ვქსოვო და თქვენც გისურვებთ ბევრ თავისუფალ დროს რომ გეცალოთ ქსოვისთვის. შემდეგ ჩართვაში გაგიზიარებთ რა ეტაპზე მივალ განვითარებით. დღეს ხვალზე 3 დღე ვისვენებ. ჯანმრთელობის პეტრა პრობლემა მაქვს, რის გამოც დიდად აქტიურად ვერ ვიქნები და სახლიდან ვერ გავალ. ასე რომ კრემით ვიტენიანებთ ხელებს, სხვათა შორის აი ეს კრემი ძალიან კარგია, ძალიან იაფია და დოქტორ სანტე იყიდება იმაში სუფთა სახლში, ძალიან ხშირად მხდება სუფთა სახლში, ზღაპარში და კიდე სად. აი ამ ორ მაღაზიაში და როდესაც მხდება, ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე დაახლოებით 3 ლარამდე ღირს და ძალიან კარგად ატენიანებს, არ არის ეს ცხიმიანი პლიონკის ეფექტი ხელებზე, მალევე იწოვს კანი ამ ყველაფერს და მოკლედ ძალიან სასიამოვნო არის სხვადასხვა სუნებით, მაგრამ რატომღაც აი ამ შემთხვევაში ქოქოსის ძალიან მომეწონა. მოკლედ თუ შეამჩნიეთ, მთელი გულით რეკომენდაციას ვუწევ. მით უმეტეს რომ ანუ ნუნები ძალიან მიშრება ხოლმე ჭურჭელსაც და რაღაცას რომ რეცხავ ხელთათმანების გამოყენება დიდად არ მიყვარს და ეს ყველაფერიც გავლენა სახთენს. ესე გამოიყურება ახლა ჩემი პეტარა სამუშაო სივრცე და გავაგრძელებ ქსოვას. როგორც იქნა გავარკვიე ეს სქემა, როგორ იქსოვებოდა ფოტოს მიხედვით, წინა ნაწყვეტშიც ჩავთერო, მეჩვენებინა რომ ეს პროცესი ასე თუ ისე დაიძრა. თითქმის გავედი ბოლოში, თითქმის ეს ფრაგმენტი მოვქსოვე, თუმცა უნდა დავარღვიო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს ვხსოვდი აი ამ ინსტრუმენტით. მაშინ როდესაც უნდა მომექსოვა აი ამითი. ანუ ზომა საკმაოდ განსხვავებულია და ამან მომცა შედეგი ის, რომ აი ეს სიმჭიდროვე რაც აქ მაქვს, საერთოდ არ განმეორდა, აი ეგ განსაკუთრებით აი ამ მონაკვეთში ეტყობა, როგორი სიმჭიდროვე უნდა ქონოდა და როგორი სიმჭიდროვე გამოვიდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება, პლუს ამას ვიზუალური მხარის გარდა, ანუ ძაფის ხარჯია სხვანაირი აქ. ანუ უფრო მეტი ძაფი მიდის, ვიდრე ვთქვათ, უფრო მჭიდრო მოქსოველში და ზომაც, ანუ ესეთი ზომა უფრო დიდია, ვიდრე მე მჭირდება. ამიტომ მომიწევს ახლა ამ ყველაფრის დარღვევა და სწორი ზომით მოქსოვა. აქ მაქვს ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 რიგი მაქვს მოქსოვილი, რომელიც ახლა უნდა დავარღვიო და მოვქსოვო თავიდან. ეს ფრაგმენტები იქსოვება აი ესე მოხვეული რიგებით. და ესეთი ფრაგმენტი მექნება ჯამში 3 ცალი. ძაფი დიდი ალბათობით მეყოფ მხოლოდ 2 ცალზე, ანუ თან ამას ვარღვევ, იმიტომ რომ აქაც არასწორი ინსტრუმენტით იყო მოქსოვილი დაწყება
და ძალიან დიდი ზომა გამოდის. დიდი ალბათობით მეყოფა ჯამში სულ 2 ფრაგმენტზე და უნდა შევახმიანო დამკვეთს, რადგან მოგვიწევს მესამეს დამატება, მესამეს დამატება იქნება დამატებითი ღირებულება, რაც უნდა შევათანხმო და როგორც იქნა გავიდე ფინიშზე და დავამთავრო ეს ნივთი, რომელიც ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე მაწუხებს. ამ ყველაფერს ვაკეთებ აი ესე ფოტოთი. ვერ ვიტყვი რომ ფოტოს ხარისხი რაღაცა განსაკუთრებულად კარგია, თუმცა ერთ წამით გავასწორო. ინფორმაციას მაძლევს. აი ესე გამოიყურება მთლიანად ფოტო, რომელთაც ტელეფონით ვერაფერს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად მინიატურულია, რომ არ ჩანს არაფერი. მიწევს მხოლოდ მაგიდასთან კომპიუტერთან ჯდომა და ესე გადიდებულზე თვალიერება. ანუ ხარისხი არ აქვს გადიდებულზე კარგი და ცოტა რთულია ზუსტად დათვლა, სად რამდენი თვალი იგულისხმება, რო კეთდება. და სად მთავრდება რიგი და იწყება ახალი, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ანუ მაგ ყველაფერს ვაკეთებ ვარაუდით. ეხლა ვარ აი ამ ეტაპზე, რომ აი ეს აქედან მოყოლებული მაქვს მოქსოვილი აი ამ ფრაგმენტამდე, აი ესე წრე. და არ ვარ დარწმუნებული, რომ აი ამ ფოთლების მოქსოვა ჩაეტევა ზომაში და ყველაფერთან ერთად რომ იმიტომ რომ სქელი ძაფი გვაქვს შერჩეული, ეს ნივთი რო იქსოვებოდეს ბევრად უფრო წვრილი ძაფით, რომელიც არის მაგალითად იარნარდ ვიოლეტი, რომელიც არის წვრილი მერსირიზებული ბამბა, იმ ძაფით მოქსოვის შემთხვევაში რა თქმა უნდა სხვანაირ ფაქტურას მივიღებდით, მაგრამ დამკვეთ სურდა სელი და ბამბის კომბინაცია, ესეთი გვაქვს ლანა გროსას ლინიისიმო, რომლითაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მოკლედ, ესეთია ჩემი ნატანჯი პროექტი, რომელიც ახლა წარმატებით დაირღვევა და იმედი მაქვს ეგეთივე წარმატებით მოიქსოვება. გავაკეთებ 2 ფრაგმენტს, ვნახავ ჯერ გავაკეთებ რა თქმა უნდა პირველ ფრაგმენტს, ვნახავ ყველაფერი ზომაში როგორ ჯდება და ჩავუგდებ ფოტოს დამკვეთს რომ ნახოს რა გამოდის და მერე ვეტყვი რომ ნახავს თვითონაც რომ ძაფი რეალურად არ არის საკმარისი ამ ყველაფრის შესასრულებლად. ალბათ მკითხავთ რატომ არ დავარღვიე ჯერ ეს ბოლომდე და არ დავიწყე ისე ქსოვა. თუმცა ზომის გამო, ანუ მაინტერესებდა რა ზომა გამომივიდოდა თავიდან სხვა ინსტრუმენტით მოქსოვის შემთხვევაში და ამიტომ არ დავარღვიე ეგრევე, დავიწყე აქედანვე ქსოვა. დავიწყე 2 გორგალი მქონდა 50 გრამიანი, დავიწყე მეორე გორგალით და ის რომ დამთავრდა, მერე გადავედი ამაზე და უკვე აღარც დავარღვიე, იმიტომ რომ ზომას ვაკონტროლებდი მაგით თან პლუს ამაზე კარგად ჩანდა, ანუ ეს იყო ესე რომ ვთქვათ პროტოტიპი უზორის გარჩევის, ანუ ნახატის მიხედვით და ამაზე კარგად ჩანდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა ვიდრე ფოტოზე და შესაბამისად მერჩივნა ეს არ დამერღვია და მქონოდა ესე რომ ვთქვათ ხვირწინ რომ შემძლებოდა ამ ყველაფრის გამოყენება უკვე ახალის ქსოვისას. ახლაც ეს ვიდეოში მაგიტომაც უფრო ესე კარგად ვაჩვენე რა როგორ კეთდება ფოტოს გადავუღე რომ უკვე ჩემი ნაქსოვის მიხედვით შევძლო გამეორება. რაღაც ნიუანსები არის რასაც შევცვლი, იმიტომ რომ უკეთესადაც შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და რაც გამოვა, ნახოთ. ეხლა ამას დავარღვევ და მოვქსოვ. დაგიბრუნდებით, როდესაც მოვქსოვ. დავამთავრე კარდიგანის სამსახურში, ძალიან ცოტა მქონდა დარჩენილი მოსაქსოვი და აღარ დავტოვე უკვე სახში წამოვიღე. და აქ გაკვეთილის პარალელურად მასტერკლასი მქონდა და მასტერკლასის პარალელურად ვქსოვე, აი ეს მკლავი იყო რაც მქონდა დასამთავრებელი, ძაფი მეყო ზუსტად. ვარდისფერი ბაბინა რაც დავიმატე მთლიანად გავხარჯე და საბოლოო ჯამში მივიღე ესეთი შედეგი. ახლა დარჩა გარეცხვა, გარეცხვის მერე მაქვს დარჩენილი აი ესეთი ძაფები, ღილის ადგილები. გარეცხვის მერე რომ გაშრება და მეცოდინება უკვე რა ღილი უნდა გავუკეთო და რა დიამეტრი ექნება, მე მაგის მიხედვით
Ups. ესეთი მომენტები ცოტა არ იყოს, მაგრამ მეშინია. ანუ აი ესენი ეს ზაფები დამრჩა დასამალი 3 ღილის ნახრეტის, რომელსაც გარიცხვის მერე გავაკეთებ. ანუ სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს, როგორიც გამოვიდა. ანუ მომწონს როგორი გამოვიდა აი ეს გაფორმება. და ძალიან კარგად დგას, რაც მთავარია, აი ამ ადგილას ვიფიქრე, რომ აქ რამე დამატებით ის გაკეთება მომიწევდა, რომ ესე არ ყოფილიყო ეს პლანკა, მაგრამ მშვენივრად ხრებზე ზის. და სიგანეთ ყველაფერი ძალიან მომწონს. მკლავი დავარღვიე და გადავაკეთე, არ ვიცი წინა ჩანაწერში ვილაპარაკე თუ არა ამაზე, მაგრამ ეს რომ მოგსო, ანუ აქეთა მქონდა დაწყებული. ერთი ნაწნავით უფრო ვიწრო იყო, მაგრამ უკვე აქეთაზე როდესაც გადავედი, ერთი ნაწნავი ჩავამატე, ერთი ფრაგმენტი სრულად და გამოვიდა, რომ ანუ ეს რომ მოგსოვე, აქეთა დავარღვიე და თავიდან მოგსოვე. და კაკრას გუშინ მოგსოვე დარღვეული მთლიანად და დღეს უკვე გადავაბი ახალი ძაფი. ფიქრობ ღილებიდან აი ესეთი ვარიანტი მომწონს ძალიან. ფერი ძალიან თითქოს მოუხდება. მაგრამ ნახოთ, ჯერჯერობით სახლში ჩემს არსენალში არსებულებს დავათვალიერებ და შევუხამებ. მოკლედ, ესეთი კარტიგანი დასრულდა, რაც ძალიან მახარებს. დავამთავრე ეს კარტიგანი და რაც წინა ვიდეოში ჩავრთე და აქტიურად ვიყენებ და მივხვდი, რომ ახლა მინდა რაღაცა ყაიზნაღით დავიწყო. გუშინ და დღეს აქტიურად ვგზოვდი აი ამ ხალიჩას, სადაც ნარჩენ ძაფებს ვიყენებ, მაგრამ ყველა ისეთი პატარა ბურთულა რაც იყო უკვე თითქმის მოვგზოვე, აი ზემოდან დარჩა 4 ცალი და დანარჩენი შიგნით უკვე არის საკმაოდ აი ესეთი დიდები, რომლებიც დიდი სურვილი არ მაქვს ჯერჯერობით რომ გამოვიყენო, მოკლედ გადავდე და მინდა კვადრატებით მოვგზოვო, ბებიის კვადრატით ჟილეტი, რომლის ფოტოსაც აი აქ ჩავრთავ, შთაგონება საიდანაც ავიღე და ახლა გაჩვენებთ რა ნარჩენები მაქვს, იმიტომ რომ უმეტესწილად მინდა რომ გამოვიყენო ჩემი ნარჩენები. ნუ აი ეს ნაღი ჯერ არ ვიცი რა ზომას ავარჩევ. მაქვს აი ესეთი ბეჟი ფერი, სამწუხაროდ კოდი არ ვიცი, მაგრამ ეს ყველა არის თითქმის ლანა გროსა. ეს ალიზე ლანა გოლდი უბრალოდ 240 მეტრიანი 100 გრამში, ეს არის იქიდან ნარჩენები. ესეთი ბეჟი ფერის მაქვს. მაქვს აი ესეთი ეს 159 კოდია თუ სწორად მახსოვს. ვარდისფერი. აი ესეთი პატარ-პატარა ნაგლეჯები. ესენი რიგის დასაწყებად გამომადგება, ანუ ნებისმიერ მათგანს გამოვიყენებ. ეს არის ჯინსი, რაღაცნაირი ჯინსის ფერი. ბორდო, რძისფერი, ესეც აი ამის მეგობარია, დოგვისფერი, ხაკისფერი და ტერაკოტი. ესენი ასე თუ ისე დიდი რაოდენობით მაქვს. და ახლა აი ამით მოგსოვ სხვადასხვა კომბინაციის კვადრატებს და საკმარისი რაოდენობის კვადრატები რომ ექნება, მე უკვე ძირითად ფერს გადავწყვეტ, რომელი იქნება, რომლითაც რეზინებსაც მოგსოვ. ეს წესით ეყოფა ორცალ ჟილეტს, ასე რომ ვეცდები, რომ მაქსიმალურად გავიხმარო ეხა ეს ძაფები და ვქსოვა კვადრატები. ყველა კვადრატის მოქსოვის შემდეგ, რომ შევატყობ, რომ ძაფი აღარ მრჩება, ავარჩევ ძირითად ფერს, მაქვს აი ესეთი მაგალითად ერთი გორგალი მთლიანი, რომლითაც, ანუ ძირითადი ფერი მჭირდება მანჟეტების არა, მკლავების გაფორმება საყელო და ქვედა რეზინი. ასე რომ კვადრატების მოქსოვის მერე დამჭირდება რაღაცა ესეთი ძირითადი ფერი. ასევე შესაძლებელია ძირითადი ფერი კვადრატების გადასაბმელად გამოვიყენო, ანუ ბოლო რიგის მოსაქსოვად. მაგრამ აი ამ ფოტოში რაც აქ მაქვს ჩასმული, არაფერი მსგავსი არ არის გამოყენებული. ასე რომ მეც ვიხამრწვანელებ ამ მომენტით. ნახოთ რა გამოვა, რამდენიმე კვადრატს ახლა მოვგზავ და დავაკვირდები, მინდა რომ შევარჩიო ყაიზნაღი
პატარა ზომები უკვე დაკავებულია, ერთი აი ამ კომპლექტში დევს პროექტში და ვარდისფერი ყველაზე წვრილი დევს თავშალის პროექტის ჩანთაში. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ან აი ამითი ეს არის 7 ნომერი, ან 7 ნომერი, ან 7.5 ნომერი. ვფიქრობ, რომ უფრო აი ეს იქნება იდეალური. ახლა გავტესტავ. ეს ცოტა არ იყოს დიდი, ეს 8 და 10 ნომერია. ნომერს იმიტომ ვუსმევ ხაზს, იმიტომ რომ მილიმეტრებში სხვა ზომა აქვს და ზომებში სხვა ზომებია. მოკლედ, ახლა აი ამითი გავტესტავ და ნახოთ რა გამოვა. კომფორტულად მოვკალათდები იმისთვის, რომ შევაჯამოთ ყველა ის პატარა ნაწყვეტი, რაც უკვე იხილეთ. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო აი ამ კარდიგანზე, რომელიც დავასრულე და აქტიურად მოვიხმარ. ვერ აგიღწევთ რა დონეზე კომფორტული გამოდგა. ქსოვის პროცესში დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხერის ძაფი, რომელიც აქ მაქვს გამოყენებული, იქნებოდა საკმაოდ კბენია და გრძნობიარე კანისთვის, როგორც მაქვს მე, არ იქნებოდა კარგი ვარიანტი, თუმცა ჯერ სიმართლე გითხრათ, ვერ გავიმეტე გარეცხვისთვის, საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ორთქლის დამუშავების შემდეგ ეტაპიდან მოყოლებული. გარეცხვისთვის ჯერ ვერ გავიმატე იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად მინდა რომ მეცვეს, რომ გარეცხვა გულისხმობს, რომ უნდა გაშრობის პერიოდი დავაცადო, რაც ახლა დიდად სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მსიამოვნებს კანზეც, მსიამოვნებს თვითონ ფაქტიც, რომ მაცვია, მომწონს ფერიც, თუმცა ღილები ჯერ კიდე არ მაქვს. დღეს რამდენიმე მაღაზიაშიც ვიყავი, გაგიზიარებთ პატარა ნაწყვეტებს სანამ საუბრობ. ვიყავი მაღაზიაში, დავათვალიერე ძაფები, დავათვალიერე ღილები, დავათვალიერე მაქმანები, გადავუღე მარტო ღილებს, რადგან ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი ამ მაღაზიაში გადაღების პროცესში და ვიფიქრე, რომ ცოტა კადრით საკმარისი იქნებოდა. ღილები სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ისეთი, რომელიც ვისურვებდი, რომ ამ კარდიგანზე იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ფერი აქვს ცოტა პრეტენზიული, პლუს ამას სტილით და ზუსტად აი ამ ფერიდან გამომდინარე ძალიან ჩემ გონებაში ძალიან რუსტიკალურია და ძალიან ვინტაჟურ ცოტა სოფლის სტილს დაემსგავსა და ეს დადებითია, ძალიან მომწონს, თუმცა ზუსტად აქედან გამომდინარე რაღაც მეტალის ღილები, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, რაღაცა ვარდისფერი ოქრო არ უხდება, რაღაცა თვლებით გაწყობილი ღილებიც არ უხდება. ამიტომ ვიფიქრე ბოლო მომენტში, რომ რაღაც ქოქოსის ღილები იქნებოდა ძალიან კარგი, რაც შეინარჩუნებდა აი ამ ყუდრო იერსახეს, რაც ახლა აქვს ამ კარდიგანს, ხო და გადაწყვეტე საბოლოო ჯამში, რომ მე უკვე როდესაც ხელახლა მოვხვდები ძაფების მაღაზიაში, მოვძებნო ქოქოსის ღილები. მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული, რომ მაქვს ეგეთი ღილები, მაგრამ ვნახავ ჩემ ასორტიმენტში, თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაქვს 15 მმ-იანები და ისინი ცოტა არ იყოს პატარებია. 15 მმ-იანი აქ კარგი იქნებოდა 4-5 ცალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 3 ნახვეტი მაქვს, ცოტა უფრო დიდი ზომები იმჭირდება, მაგალითად 18-იანი. მოკლედ, ესეთია ამ კარდიგანის ისტორია, ზედმეტად კმაყოფილი ვარ და მინდა რაღაცა მსგავსის მოქსოვა, უზორს შევცვლიდი იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა არ იყოს ბევრი ნივთი გამომივიდა ამ უზორში ბოლო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული მე თვითონ ახლა მაქვს ერთადერთი.
ანუ ჯემპრი თუ გახსოვთ ჩემი რომელიც საერთოდ მანქანაში გავაფუჭე ისიც უბრალოდ ამუზორით იყო მოქსოვილი და ეს კარდიგანი შეიქმნა იქიდან გამომდინარე რომ ის ნივთი ის ჯემპრი მინდოდა გადამეთამაშებინა კარდიგანის ფორმაზე და ჯემპრი აღარ მაქვს, თუმცა მაქვს კარდიგანი, რომელიც არაჩვეულებრივია და ძალიან მომწონს და მაქვს დაწყებული ზუსტად იდენტური უზორით მალინისფერ ფერში drops fable-ით და drops brushed alpaca silk-ით ჯემპრი. რეალურად ჯემპრი იქნება თუ ისიც კარდიგანი იქნება ჯერჯერობით არ მაქვს ამ გონებაში კარგად ჩამოყალიბებული ეს მომენტი, მაგრამ თუ რაღაცა, ანუ ჯერჯერობით ზურგი მაქვს მოქსოვილი, უნდა დავიწყო წინა ნაწილი და აი აქ ვარ დაპაუზებული, იმიტომ რომ წინა ნაწილით უკვე უნდა გადავწყვიტო, ჯემპრი იქნება თუ კარდიგანი, აღარ მაქვს შევაერთებ თუ ჩახსნილი იქნება. ამიტომ ცოტა მიჭირს ამ ყველაფრის გონებაში გაანალიზება. თითქოს კარდიგანი ისევ ესეთ ფორმაზე აღარ მინდა, მაგრამ თითქოს ფერი ძალიან მომწონს და ფერიდან გამომდინარე მინდა. მაგრამ ჯემპრი აღარ მაქვს და ჯემპრიც მინდა, ასე რომ ჯერ არ ვეხები, რადგან ძალიან ბევრი ისეთი ცოტა გადაუწყვეტავი კითხვები მაქვს. კითხვები, რომელზეც პასუხი არ მაქვს გადაწყვეტილი რა იქნება, ასე რომ დაპაუზებულია. შემდეგი, რაც არ გადავიღე, თუმცა აქტიურად იყო პროცესში, ეს არ იყო უშუალოდ გზოვა, ეს იყო უშუალოდ დარღვევა. დარღვევას რაც შეეხება, გადავახარისხე ჩემს სახელოსნო ოთახში თუ ბოლო პერიოდი აკვირდებით ან თითქმის არაფერს აღარ ვიღებ, იქიდან გამომდინარე რომ საჭიროებს აქტიურ დალაგებას არა სისუფთავის კუთხით, არამედ ორგანიზებას, ანუ ორგანიზებას თაროებზე, ორგანიზებას სხვადასხვა კალათებში რაძაფები იქნება შენახული აქედან გამომდინარე. ერთ-ერთი ესეთი ნაბიჯი გადავდგე ორგანიზებისკენ და რაც კი მქონდა დაწყებული ჩხირებზე და ყაისნახზე ნივთები, რომლებსაც დასრულება არ ეწერათ, აბსოლუტურად ყველაფერი დავარღვიე. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 7 ნივთი დავარღვიე, მათ შორის ნაცნავებიანი კარდიგანი, რომელიც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და არ მქონდა გადაწყვეტილი რა ბედი ეწეოდა. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ჯობია დამერღვია და მომექსოვა ის, რაზეც ძაფი მეყოფოდა, ვიდრე ესე დადებულ მდგომარეობაში დაუსრულებელი რაღაცის მოლოდინში ყოფილიყო გაჩერებული არაჩვეულებრივი ძაფი, ასე რომ მთლიანად დავარღვიე. დავარღვიე შავი რაფიის ძაფით მქონდა დაწყებული ქუდი, რომელიც საჩუქრად იყო ეს ფისო თამაშობს. ეს ხმაური თუ გესმით, ეს ფისო თამაშობს. საჩუქრად მქონდა გადაწყვეტილი ქუდის მოქსოვა, რომელიც ძალიან მომწონდა, თუმცა მე მსგავს მოდელის ქუდებს არ ვატარებ, ზოგადად ქუდებს არ ვატარებ. აქედან გამომდინარე დავარღვიე და ვიფიქრე, რომ ერთი კონკრეტული თანხის დიზაინი მაქვს შექმნილი ჯერ კიდე შარშან, რომელიც სიამოვნებით მიჩნებოდა პირად არსენალში ზუსტად შავ ფერში. და ამ ჩანთის მოსაქსოვად მჭირდება 3 ცალი რაფიას ბაბინა, მე მაქვს 1, მაგრამ ჯერ ერთით დავიწყებ და რო შევატყობ, რომ იმდენად აქტიურად მიდის პროცესი, რომ ერთი მთლიანად გავხარჯე, მერე დავიმატებ 2-ს, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ძალიან ბევრი ძაფი მაქვს. ახლა კიდე რო არ შევივსო რაღაცა მარაგები იმედით, რომ მოვიცლი და მოგსოვ რაფიას ჩანთას. არა, ჯერ მოგსოვ იმ რაოდენობას, რაც მაქვს. და ამ რაფის დამატების შესაძლებლობა მექნება ანუ კიდე დიდხანს, იმიტომ რომ არის ასორტიმენტში. ეს რაც შეეხება დარღვევებს, კიდევ დავარღვიე yarn art-ის ძაფით მქონდა მოქსოვილი მალინისფერი ჯემპრი, რომელიც სრულად იყო დასრულებული, მაგრამ არ მომწონდა ფორმა, როგორ იდგა ტანზე და შესაბამისად არ ვხმარობდი, აქედან გამომდინარე, გადავდგე ესეთი ნაბიჯი, მთლიანად დავარღვიე და მაქვს რაღაცა სხვა იდეები თუ ვიშოვი და დავიმატებ ზუსტად იდენტურ ძაფს, მაგრამ რომც არ დავიმატო, რა ძაფიც, რა რაოდენობაც მაქვს, იმ რაოდენობით მოგწევ. შემდეგი რაც დავარღვიე, კიდევ რა დავარღვიე ისეთი. ბევრი რამე დავარღვიე, მაგრამ ახლა რო თქვა, რომ რამე კონკრეტული მახსენდება თქო, არა. ჯამში დავთვალე, რომ 7 ნივთი დავარღვიე, მაგრამ ზოგან იმდენად პატარა, drops ქარიზმათი მქონდა მოქსოვილი
დაწყებული დროპს ქარიზმად მქონდა დაწყებული კარდიგანი, რომლის ვიდეოებიც არ შევიდა არც ერთ ვიდეო ბლოგში და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ესეთი კომბინაცია არ მომწონს და დავარღვიე ის, რაც მქონდა დაწყებული. მქონდა იაპონური მხარით, ზოლებში, ნაცრისფერი და საფულოსფერი ძაფით დაწყებული კარდიგანი, რომელიც დავარღვიე. ანუ ზურგის დეტალი მქონდა მოქსოვილი იღლის ჭრილამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ამ ნივთის ტარებას ამ ფერებთან კომბინაციაში არ ვაპირებდი. და უყმენოდ დავარღვიე. მოკლედ, ჩამომივიდა დროპსის ძაფები, რომელიც მქონდა ჩემთვის შეძენილი, ასევე ნიტროს ჭხირები და მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, აქ ველოდებოდი დიდი მონდომებით აი ამ ძაფს, რადგან მქონდა შეკვეთილი ჩემი ვარდისფერი კარდიგანის დასამთავრებლად და მოხდა ესეთი რამ, რომ შემეშალა ფერი. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ დავიმახსოვრე, რომ დროპს 08 ეირი, ანუ კოდით 08 მქონდა ასორტიმენტში, როდესაც დავიწყე იმ კარდიგანის ქსოვა. სინამდვილეში იქ აღმოჩნდა 24 კოდი, რომელსაც ცოტა იასამნისფერის დაკრავს. ეს არის მთლიანად მოვარდისფრო ტონით და მაქვს ახლა ორი ცალი, რომელსაც ვერაფერში ვერ ვიყენებ, მაგრამ თუ მოვაბი თავი და გადავგზავნე შეკვეთა, აი ესე. თუ მოვაბი თავი და გადავგზავნე შეკვეთა, სადაც 0.24-ს ვიმატებ 2 ცალს, ასეცაც დავიმატებ კიდე 4 ცალს და მოვიქცევ ერთი და იგივე ვიზუალზე კარდიგანს. ვფიქრობ, რომ იმ 0.24-ს აუცილებლად შევღებავ, რადგან ფერი, ახლა რასაც ვუყურებ, ესეთი ვარდისფერი ბევრად უფრო მეტად მომწონს. ვიდრე 0.24, აქედან გამომდინარე, ამ კარდიგანს დავიტოვებ, რომ მოვიქცო იმ ფერში, რა ფერშიც არის, ხოლო 0.24-ის კარდიგანს რომ დავამთავრებ, მთლიანად შევღებავ უფრო მეტად ინტენსიური ფერის მისაღებად. ამაზე ჯერჯერობით არ ვიცი, მოვიქცევი თუ არა, ანუ შევღებავ თუ არა. შემდეგი არის brushed alpaca silky, რომელიც გამოიყურება აი ასე. ასეთი ულამაზესი ფერია 22 კოდით. ეს არის შემადგენლობა გვაქვს აქ 77% ალპაკა და 23% აბრეშუმი. 140 მეტრი, 25 გრამი. ეს არის აბრეშუმის ძირი. აბრეშუმის ძირზე არის დახვეული ალპაკას ბუსუსები. აბრეშუმი არის არასრულად შეღებილი, აქვს თეთრი ზოლები, ანუ ზუსტად ეს ბუნებრივად რაც დაყვება სითეთრე. ესეთი მაქვს ჯამში 3 ცალი და ეს იყო შეძენილი კონკრეტული პროექტისთვის. ახლა რაღაც ფისო მაიმუნობს. ეს იყო შეძენილი აი ასე კონკრეტული პროექტისთვის 3 ცალი. და ეს 3 ცალი ჯამში არის 420 მეტრი და მჭირდებოდა აი ამ ძაფთან კომბინაციაში. ეს ძაფი არის დროპსის Merino Extra Fine, რომელიც არის 100% Merinosის შალი, 50 გრამზე 105 მეტრი, ესეთი მაქვს ზუსტად 7 ცალი და ეს არის 725 მეტრი. აქ მაქვს 420 მეტრი. მეტრაჟობით ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ რეალურად მე მჭირდება ნივთის მოქსოვა, რომელიც არის Sophie Hoodie, კაპიშონი შარფი და ამ Sophie Hoodie-ისთვის მე ზუსტად მჭირდება 360 მეტრი. 360 მეტრი. აქ მაქვს მეტი, ვიდრე მჭირდება და აქაც მაქვს მეტი, ვიდრე მჭირდება. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მეყო თუ არ მეყო ძაფი. ეს პროექტი იქნება მასტერ-კლასისთვის, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ჩემს დახურულ ჯგუფში. ასევე დავიმატე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ზომაჩხირები უკვე მაქვს ამ ბრენდის ზუსტად, ეს არის Knitpros სერია Basic-ი, რომელიც არის ჩემი ყველაზე საყვარელი ჩხირების სერია რეალურად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს თვითონ ხე, როგორია, ან ბამბუკის ხე არის, თუ სწორად მახსოვს ბამბუკია.
და ეს არის 4 მმ ჭხირი. სრული ზომა არის 13 სანტიმეტრი. მე მაქვს ზუსტად ესეთი ზომის, ზუსტად ეს ჭხირები უბრალოდ მოკლე ვერსია და მოკლე ვერსიაზე დიდად კომფორტულად ვერ ვგსოვ. მოკლე ვერსიის ჭხირები მაქვს 4 მმ და მაქვს 3.5 და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ გამოვწერე 3.5, თუმცა აღმოჩნდა რომ გამოვიწერე 4, რეალურად ორივე მჭირდება, მაგრამ იმ მომენტში ალბათ 3.5 არ იყო და გამოვწერე მხოლოდ 4. მოკლედ ეს სერია Basic-ი არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ჭხირების სერია. მეორე როგორც ასეთი მაქვს ტულიპის წვრილი ჭხირების ნაკრები, რომელიც ასევე ძალიან მომწონს. ესეთი შენაძენები იყო გაკეთებული, რომელიც როგორც იქნა ჩამოვიდა, თუმცა 100%-ით არ მაგაყოფილებს მხოლოდ 70%, 30% ეს Tropsis Air იქიდან გამომდინარე, რომ არ გამოდგა ის ფერი, რაც მე მჭირდებოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი შეცდომა. შემდეგი, რაზეც ვიმუშავე დარღვევის მერე, ანუ ყველა ნივთი, როდესაც დავარღვიე, რაც მქონდა დაწყებული და არ იყო გეგმაში მათი დასრულება, გადავახარისხე ძაფები, რომელიც წარმოადგენდა ნარჩენებს და ესეთ კალათაში მოვათავსე. ასეთ კალათაში მოთავსდა ასევე ჩემი დიდხნიანი პროცესი, ეს არის ხალიჩა, რომელიც იქსოვება 100%-ით ნატურალური ბამბის ძაფებით. გამოიყურება აი ასე. ეს არის ორმხრივიანი, ანუ საკმაოდ გრძელი 150 სანტიმეტრია თუ სწორად მახსოვს, ანუ რატომღაც მახსოვს რომ გავზომე ეგეთი იყო. და აქ ვგსოვ აბსოლუტურად ყველა იმ ნარჩენ ძაფს, რაც კი მაქვს ბამბის. არანაირი კომბინაცია ბამბა აკრილი ან ბამბა შალი, არა, ზუსტად 100% შალი. აი ეს არის რაც მოვგსოვე ბოლო 2 დღეში, ანუ აი აქედან ზევით, აი ეს ნაწილი, რაც მოვგსოვე და გადავახარისხე აბსოლუტურად ყველა ძაფები, რაც შეიძლებოდა რომ ამ პროექტისთვის იქნეს გამოყენებული და აი ესეთი კალათა, რომელიც ასე თუ ისე იყო სავსე, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე პატარა ბურთულების მოვგსოვე და აქ დამრჩა უკვე აი ესეთი ცოტა შედარებით დიდი ბურთულები. უმეტესწილად გამოვიდა ისე რომ ვარდისფერი ძაფი არის დომინანტი. არა და დარწმუნებული ვიყავი რომ პროცესში ყველაზე ნაკლებად მაქვს ვარდისფერი ძაფები, თუმცა აღმოჩნდა რომ არა, მაქვს საკმაოდ აქტიურად ვარდისფერი ძაფები საზაფხულო ასორტიმენტში და მოკლედ ძალიან ლამაზ და ფერადი გამოდის. ეს იქნება ხალიჩა საბავშვო ოთახში, რომლის პლუსიც იქნება ის, რომ არის პირველ რიგში 100%-ით ბამბა, შესაბამისად ნებისმიერი ლაქების ან რაიმე ესეთი დაბინძურების გარეცხვის საშუალებას მომცემს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაში და ყველაფერთან ერთად შესაძლებელი იქნება, რომ გაირეცხოს მანქანაში და მერე ორთქლის უთოთი ისევ გასწორდეს და მიეცეს ის ფორმა, რაც არის საჭირო. აქ იხარჯება ყველა ის ნარჩენი, რაც კი მიგროვდება. ბოლო პერიოდში ბამბის ძაფების ნარჩენები ბევრი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ დიდად აღარ ვიყენებ. თუმცა, როდესაც შევატყობ, რომ ყველა აი ამ გორგალის გახარჯვის მერე რაღაც კონკრეტულ ზომას მივუახლოვდი და დასრულებული იერსახის მისაცემად რაღაცა რაოდენობის მოქსოვა კიდე მჭირდება, უბრალოდ დავიმატებ რამდენიმე გორგალს, მოვგსოვ და ისე დავასრულებ, რომ არ ველოდო, როდის მომიგროვდება კიდევ ნარჩენები, იქიდან გამომდინარე, თვითონ აი ეს პროცესი რეალურად უკვე 4 წელს ითვლის, ანუ 4 წელია პროცესში მაქვს ეს ხალიჩა. და 4 წლის განმავლობაში საქმე იმაში კი არ არის, რომ ბევრ დროს არ ვუთმობ. საქმე იმაშია, რომ ბევრი ძაფი არ მიგროვდება. მქონდა თავიდან 3 ლიტრა და 700-იანი პატარა კილა, რომელშიც ვაგროვებდი აწაწუნა ბურთულებს. და როდესაც გაივსებოდა ეს კილა, მერე ვიწყებდი ქსოვას, ჩავცლიდი მინიმუმ ნახევრამდე, ხშირ შემთხვევაში ბოლომდე და მერე ვაგრძელებდი სხვა რაღაცეების კეთებას.
ბოლო პერიოდში იმდენად აქტიურად ბამბის ძაფებს აღარ ვიყენებ, რომ აქტიურად მივუბრუნდე ხოლმე ამ ხალიჩის ქსოვას, ასე რომ ძალიან ისე როცა არის სიტუაცია და არის რითი მოვქსოვო, მაშინ ვქსოვ. ახლა გეგმაში მაქვს, რომ თავიდან ამ პატარა კალათაში იდო ეს კარდიგანი და ეს ყველაფერი იდო ტელევიზორის მაგიდის ქვეშ და როდესაც ვждებოდი რაღაცის საყურებლად და მქონდა დრო განტვირთვისთვის, ვიღებდი და ვქსოვდი აი ამ კარდიგანს. ახლა მინდა რომ ამ პროექტმა, ამ ხალიჩამ ჩაანაცვლოს ეს კარდიგანის პროექტი და ეგეთივე 7 საღამოები, როდესაც მექნება, ანუ ძალიან კომფორტულია, როდესაც ქსოვ ნივთს, სადაც არაფერი არ უნდა ითვალო, სადაც არაფერი არ უნდა უხამო ერთმანეთს, ნებისმიერი ფერი აიღე და მაინც ლამაზად იქნება. მოკლედ, ისეთი კარგი პროექტია განტვირთვისთვის. ამასობაში სანამ ამ ყველაფერს ვალაგებდი, გადავარჩიე კიდევ ერთი კალათა, რომლის შესახებაც ასევე ვიდეოში ვისაუბრე და ეს არის აი ესეთი კალათა ნარჩენების, აქ უკვე არის კონკრეტული სახეობის ძაფი, ეს არის alizes Lana Goldi, კლასიკური 240 მეტრიანი, ყველას გვაქვს ეს ძაფი მარაგში, ყველას გვაქვს ამ ძაფის ნარჩენები მარაგში, შესაბამისად გამოყენება მოვუძებნე ის, რომ დავიწყე კვადრატების ქსოვა და აი ესეთი ლამაზი კვადრატები მოვქსოვე გუშინ საღამოს და სანამ იდეა მომივიდა სხვათა შორის ძალიან გვიან, რამაც განაპირობა ის, რომ დაძინებამდე მოვქსოვე სულ 8 კვადრატი. ანუ აი ესეთი 8 კვადრატი მაქვს მოქსოვილი და მოკლედ ზოგიერთი მეორდება, ზოგიერთი არის ინდივიდუალური მაქსიმალურად და ძალიან მომწონს ფერები, ზოგიერთის ახლა 100%-ით არა, რა თქმა უნდა, არის ისეთები, რომელიც დიდად არ ჯდება, ანუ 100%-ით არ ჯდება ჩემს გემოვნებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთობლიობაში ეს ყველაფერი ლამაზი არ იქნება. მოკლედ, აი ესეთი კვადრატები მოვქსოვე და განწყობის მიხედვით ვაპირებ გაგრძელებას ქსოვისას, რომ მოვაგროვო კონკრეტული რაოდენობა კვადრატები და მერე გავაკეთო ჟილეტი, რომლის ფოტოც უკვე გაგიზიარეთ და გაჩვენეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავამეორებ აქ. სხვათა შორის ამ კვადრატების მოქსოვის მერე ეს კალათაც საკმაოდ კარგად შეთხელდა და ფერები სიმართლე გითხრათ არ მახსოვს რა ფერებია, მაგრამ მაგალითად ზუსტად მახსოვს, რომ აი ეს ჯინსი არის 203 კოდით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს შევიძინე ზუსტად იგივე უბრალოდ წვრილ ვერსიაში. ეს არის 159 ბარდისფერი, ბორდოსფერი, აი ეს არ მახსოვს, ეს 36-ია ტერაკოტი, დოგვისფერი, აი ეს არის მე მგონი 42, ანუ ყველა კოდი არ მახსოვს, თუმცა დღეს მაგალითად მაღაზიაში კადრები რომ გაგიზიარეთ, თან ვათვალიერებდი თუ არის თქო აი ესეთი რძისფერი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამ ყველას ძალიან კარგად გამოაცოცხლებს ესეთი რძისფერი, ესეთი მაქვს ერთი გორგალი, რომელიც არ მეყოფა რომ გავაერთიანო ეს ყველა კვადრატი და ყველაფერთან ერთად დავუმატო მანჟეტები, ანუ ეს მკლავებთან გაფორმება რეზინის საყელო და ქვემოთ არეზინა. ანუ ამ ყველაფრისთვის ერთი გორგალი არ მეყოფა, ვთვლი რომ მინიმუმ 2 დამჭირდება. პლუს ამას რატომღაც აზრად მომივიდა რომ ზურგი იყოს ერთ ფერში და თან მოქსოვილი ჩხირებით. არ ვიცი, ნახოთ როგორი იდეები შემაწუხებს. თუ არა და შეიძლება ერთ ფერში კი არ გავაკეთო, მაგალითად, ჩემივე მოქსოვილი ჟილეტის ფოტოს ჩავრთავ, სადაც ფერად კვადრატებთან ერთად მაქვს ერთი ფერის კვადრატები გამოყენებული და არის კომბინაცია. ანუ ფერადი კვადრატი, სადა კვადრატი, ფერადი, სადა და საკმაოდ ისეთი ლამაზი გამოვიდა და თან ძალიან არ არის გადატვირთული ფერებით.
შეიძლება ეგეთისკენ წაყვანა, მაგ შემთხვევაში კვადრატების რაოდენობა, რასაც ეს ძაფები მომაქსოვინებს, ნამდვილად ეყოფა რამდენიმე ჟილეტს. შეიძლება ეგრეც მოვიქცე და ამ შემთხვევაში გასაყიდადაც დავდო ეს ჟილეტები. არ ვიცი, მოკლედ ვნახოთ რა გამოვა. ამ ყველაფერს ვქსოვ ჰამანაკას ყაიზნაღით, ეს არის რაკურაკუ სერია და 7.5 ზომა, ზუსტად არ მახსოვს, ვფიქრობ რომ 4.5-ან 5 მმ-ია ზუსტი ზომები ამისი, არ მახსოვს, მაგრამ არის 7.5 ზომა. შემდეგი ნივთი, რასაც ვმუშაობ, ეს არის ჩემი დღევანდელი შენაძენი. ეს დღევანდელი შენაძენი გამოიყურება აი ასე, ვიყიდე 2 გორგალი, Lana Gold 800, ეს არის 50-50-ზე აკრილი და შალი, სადაც გვაქვს 800 მეტრი 100 გრამზე, ფერი 203, ვიყიდე 2 ცალი ჯამში და უკვე დავიწყე ქსოვა იქიდან გამომდინარე, რომ მომივიდა შეკვეთა ეწიზე ამერიკიდან, ვაშინგტონში უნდა გავაგზავნო კომბინეზონის კომპლექტი, რომელიც საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ჩემს ვიდეოებში და დავიწყე უკვე ქსოვა, სანამ ველოდებოდი მეუღლე როდის გამითავისუფლებდა იმას მიკროფონს და მათხოვებდა, იმიტომ რომ თვითონაც რაღაცებს იღებდა, შესაბამისად ველოდებოდი, სანამ ველოდებოდი დრო არ დამიკარგოს. მოვქსოვე საყელო, გადავედი უკვე სრულ რიგებზე, იმიტომ რომ მოკლე რიგებით ვიწყებ ხოლმე ყოველთვის და ახლა გადავედი სრულ რიგებზე და ნელა-ნელა მოვქსოვ ამ საყელოს ვიწყებ ყოველთვის უფრო წრულ ჩხერზე, ვიდრე მე გადავდივარ. გადავედი კუბიკის 4 მმ-ზე, ეს არის 3.75 მმ ჩვეულებრივი წრიული, რასაც ვართ მიჩვეული. 0.25 არის მათ შორის სხვაობა, მოკლედ დავიწყე ქსოვა, ქსოვ 2 წვერში არის 100 გრამზე 400 მეტრი. უმჯობესი იქნებოდა რომ შემხედროდა მაგალითად Alize Lana Gold Fine, რომელიც არის უკვე 380 მეტრი 100 გრამზე და არ მომიწევდა 2 წვერში მოქსოვა, პირდაპირ 1 წვერში საკმარისი იქნებოდა, თუმცა ეგრე ძალიან არ გამიმართლა და შემხვდა ის რაც შემხვდა, მაგრამ არ ვუჩივი ნამდვილად. Lana Gold Fine მაქვს 100 გრამი ესეთი ძაფი და 100 გრამი არ არის საკმარისი ამ მოდელის მოსაქსოვად. მოკლედ, ესეთია ამ ეტაპზე ჩემი პროგრესი, რაც მაქვს, ესეთია ჩემი განვითარება, რაც მაქვს და გუშინვე მინდოდა ვიდეოს გამოქვეყნება და ამ ბოლო შტრიხის გადაღება, თუმცა როგორც გამოვიდა. მოკლედ, შემდეგი დღეები, ესე კი ხვალ ვმუშაობ და უბრალოდ შევძლებთ რომ აი ეს შეკვეთა ვქსოვო სამსახურში რაღაც გაკვეთილების პარალელურად და მე 2 დღე ვისვენებ, ნახოთ როგორ წარიმართება ის 2 დღე, მაგრამ რადგან სახლში ვიქნები და მექნება რაღაც მონაკვეთი ვიქნები სახლში და მექნება შესაძლებლობა სახლში ქსოვის, ვფიქრობ რომ აქტიურად დავუთმოთ, რომ აი ამ კვადრატების ქსოვას და ჩამოვყალიბდე საბოლოო ჯამში როგორი მინდა იყოს ეს ჟილეტი, რომ დროულად დავასრულო და სანამ ამინდები ჯერ კიდე იძლევა ამ ყოველთვის საშუალებას ჩავიცვა და ვატარო. ხოლო მერე უკვე ისევ მაქვს 1 სამუშაო დღე და შემდგომ ვისვენებ უკვე 4 დღე. აი ეს 4 დღე ვფიქრობ, რომ ისეთი საკმაოდ აქტიური სამუშაო პერიოდი მაქვს. 2 დღე ვიქნები გზაში. ამ 4 დღიდან ისე დიდ პერიოდს გავატარებ გზაში, რადგან გავდივარ ქალაქიდან და ნიშნავს, რომ უნდა წავიღო რაიმე პროცესი, რომელსაც გზაში მოვხსოვ. გზაში ამდენი ძაფის წაღებას ვერანაირად ვერ შევძლებდა, არც მაქვს სურვილი. მაგ პერიოდისთვის ეს უკვე გაგზავნილი მექნება, შესაბამისად ესეც არ მექნება საქსოვი და ვფიქრობ, რომ მაგ პერიოდისთვის ჭირებზე დავიწყებ რაიმე ისეთის ქსოვას, რაიმე ახალისას, რაც ძალიან მინდა. სხვათა შორის, არ ვიცი, თქვენი აზრი გამიზიარეთ, როდესაც ბევრი პროცესი მაქვს ჭირებზე, ან პროცესი მაქვს ბევრი უკვე დაწყებული და მაქვს რაღაცა იდეა, თითქოს ჩემ თავს ვაჩერებ, არ ვიცი, ვის წინაშე უგრძნობ თავს ვალდებულად რომ გავაჩერო ჩემი თავი და არ ვიწყებ ახალ პროცესებს. რა მიშლის ხალს, რომ ავიღო ხალში ახალი ძაფი და ახალი ჭირები და ამოვიყვანო თვლები ახალი პროექტისთვის, არ ვიცი. აი რაღაცნაირად შინაგანად
ვაჩერებ საკუთარ თავს იმ მოსაზრებით, რომ ჯერ ბევრი რამე მაქვს პროცესში და ბევრი მაქვს დასამთავრებელი. სხვათა შორის ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომ გადავწყვიტე ესე ერთი ხელის მოსმით დამერღვია ყველა ის ნივთი, რის დამთავრებასაც არ ვაპირებ. სხვათა შორის გონება კარგად ამოისუნთქა, ანუ კარგად გამითავისუფლდა, იმიტომ რომ დაუსრულებელი პროცესები ჩემი გონებისთვის იგივეა, როგორც აი რო წარმოიდგინოთ კომპიუტერში გვაქვს რაღაცა ბევრი ფაილები გახსნილი, რომელშიც რაღაცებს ვაკეთებდით, საბოლოო ჯამში არც ერთი არ დავასრულეთ, მაგრამ პროცესორი გადატვირთული გვაქვს. აი ეგრე მაქვს თავში ზუსტად ბევრი დაუსრულებელი პროცესი, საერთოდ ჩემი ენერგია ზღვასავით მიედინება და მე რაღაცას ვზივარ ხოლმე და რაღაცნაირად ენერგია არა მაქვს, არაფრის კეთების სურვილი არა მაქვს, ზუსტად იმიტომ რომ აი ეს პატარა დაუსრულებელი საქმეები მართმევენ ამ ენერგიას და ძალას, იმიტომ რომ ჩემ დაუნებურად ძალიან დიდი რაოდენობით მიაქვს ჩემგან აი ეს საქმის კეთების წყურვილი და სურვილი და ძალა. ამიტომ აქედან გამომდინარე, ზუსტად გადავწყვიტე რომ ერთიანად მოვეგვარებინა ეს ამბავი, დამემთავრებინა, დამერღვია, რაღაცა მექნა მოკლედ ამ ყველაფრისთვის. თაროებზე გადავახარისხე ძაფები, ბაბინები ცალკე, გორგალი ცალკე, ნახე საერთოდ რა მაქვს და რისგან შეიძლება რაღაც პერიოდში მომინდეს გათავისუფლება და მივხვდი რომ ახლა რაც მაქვს პროცესში, თუ დროულად არ დავამთავრე, დადგება მომენტი, რომ ისინიც გახდებიან დარღვევის მსხვერპლი, რომ გონება გავითავისუფლო. ჯერჯერობით წინა ვიდეოში რაც გაგიზიარეთ, თეთრი და კრემისფერი ზოლებიანი კარდიგანი, იმას არ ვეხები, იმიტომ რომ უნდა ჩამოვიდეს მაღაზიაში ძაფი და ველოდები აი ამ ერთ გორგალს რომ დავამთავრო ეს ნივთი. ნაცნავებიანი ყავისფერი კარდიგანი, რომელზეც ძაფი არ მეყო ბაბინის დავარღვიე მთლიანად. დროპსის ძაფი ხელახლა მაქვს შესაკვეთი და რჩება ლანა გოლდის ქაშმირ 16 ფაინით დაწყებული როლინგი, რომელიც მაქვს დასამთავრებელი და ვფიქრობ, რომ ამ დღეებში ამ ყველაფრის პარალელურად პირველ რიგში, როდესაც მოვრჩები აი ამ ნივთის ქსოვას, იქ მკლავების ამბავს ამოვიყვან, აი ამ მოკლე რიგებს გავაკეთებ, რომ მივიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე დამოუკიდებლად ცალ-ცალკე მკლავი შემიძლია ვქსოვო და ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული, არ გაბედო. ძაფი მოიპარა. ტუტუცია ხმერტო. მოკლედ ამაგ ანუ ამ ჯემპერს რაც შეეხება ქაშმირ 16 ფაინით, ანუ აი ეს მკლავის დეტალები უნდა გაკეთდეს ერთმანეთის პარალელურად, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ისეთი დღე მჭირდება, როდესაც რამდენიმე საათი უწყვეტად შემიძლია დავждე და დავუთმო დრო ზუსტად აი ამ ნივთს, რომ ეს მთავარი ეტაპები გავიარო ორივე მკლავზე პარალელურად და მერე უკვე იმის მიხედვით, როგორც მექნება დრო, მოვქსოვ ძირითად სიგრძეს და მანდ უკვე აღარ იქნება არანაირი პრობლემა. დანარჩენი კი აბსოლუტურად ყველაფერი დავარღვიე უკვე და ჩამოვიყარე, ესე რომ ვთქვათ, ეს დაუსრულებელი პროცესები ჩემი ზურგიდან. მოკლედ, ესეთი იყო ჩემი პროგრესი 8 დღის განმავლობაში და თუ ამ ვიდეოს უყურეთ ამ ეტაპამდე, ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები იმ თემებთან დაკავშირებით, რაც წამოჭერი ამ ვიდეოში. ასევე გთხოვთ სუპატატომა გული დამიკომენტაროთ, რომ ვიცოდე, რომ კარგად მივდივარ და კარგად უნდა გავაგრძელო დანარჩენი გზაც და ყველაზე მთავარი წინა ვიდეოს კომენტარებისთვის უღრმესი მადლობა ყველას. ეს რა თქმა უნდა ვიდეოს დასაწყისში უნდა მეთქვა, მაგრამ ხვდები რომ ვიდეოს ბოლომდე უყურებენ ის ადამიანები, ანუ ის ერთგული ადამიანები, ვინც მერე ასეთ ფილ კომენტარებს მიწერენ და მინდოდა რომ აი მათთვის მიმართა მიზან მიმართულად, რომ განსაკუთრებით დიდი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის. ვერ წარმოიდგენთ
შეიძლება კამერაში ესე არ ჩანს, მაგრამ რეალურად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვინც ახლოს მიცნობს, ანუ ყველა მიცის ჩემი ამ თვისების შესახებ და ვერ აგიხსენებთ რა ემოციებს იწვევს ხოლმე აი ესეთი კომენტარები, როგორიც არის მაგალითად აი ეს კომენტარი, რომელმაც გულწრფელად გეტყვით, ანუ სრემლები გამოიწვია და ბიჯექი და აი თან ვერ ხვდებოდი, რომ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ამ დონეზე დიდი სითბოს მატარებელი, რომ ეს სითბო მერე სხვა ადამიანს გაუზიაროს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას და ერთი განსაკუთრებული თხოვნა მაქვს. აი ამ კომენტარის ავტორი თუ ამ ვიდეოსაც უყურებ, ძალიან გთხოვ, შემეხმიანე Instagram-ზე, ან Telegram-ზე, ან რომელიმე შენთვის მოსახერხებელი მეთოდით პირად შეტყობინებებში ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ჩემი შემდეგი ვიდეოები და ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ ვიდეოში. ნახვამდის!